სანდრო მოგესალმები, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და როგორც დასაწყისში ვახსენე, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხელშესახებითი ცვლილებაა, რომელიც ამ გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში მაინც და მაინც პოზიტიურად არ უნდა აისახოს სექტორისთვის, იმდენად ამდენადაც ვაწყდებით გარკვეულ რეგულაციებსა და ცვლილებებს. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ შეფასებაზე თუ რა ტიპის რეგულაციები შემოდის, გარკვეულწილად ავხსნათ თუ სად დაინახა მთავრობამ ამის საჭიროება და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მადლობა კიდევ ერთხელ მოგწონებისთვის. პირველ რიგში მადლობა პაატა მოწვევისთვის, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. უშუალოდ მთავრობამ სად დაინახა ამის საჭიროება, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ანერი წარმოდგენა არ მაქვს სად დაინახეს საჭიროება, მაგრამ რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ არის ის, რომ IT მიმართულება დღეს არის ყველაზე სტრატეგიული მიმართულება თუ რამე შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოში და ეკონომიკაში. უსაფრთხოების მიმართულებითაც ყველა სტრატეგიულია და ეკონომიკის განვითარების მიმართულებითაც. ამიტომ ნებისმიერი რეგულაცია და ბენეფიტი, რაც აქ განხორციელდება, პირდაპირ აისახება მთლიანში და პროდუქციას. პირდაპირ აისახება ქვეყნის განვითარებაზეც. ეს არის სანდრო, შევეხოთ უშუალოდ, ასე ვთქვათ, იმ ცვლილებებს, რომელიც შევიდა რამდენიმე, ასე ვთქვათ, დამაკმაყოფილებელი, ასე ვთქვათ, ფაქტორი უნდა იყოს, რომ მიენიჭოს ამ სექტორში მოღვაწე ადამიანს გარკვეულად ბინადრობის ნებართვა, დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის შემოსავლის ნაწილი, $20,000 ნაკლები არ უნდა იყოს ამ ადამიანის წლიური შემოსავალი. პირველ რიგში შევეხოთ, საიდან მოვიდა ეს რიცხვი, რის საფუძველზე იქნა დათვლილი და ასევე როგორ შეიძლება აისახოს სექტორზე. შესაძლებელია ამ ნაწილში გარკვეულ გადინებებს ველოდოთ ქვეყნიდან? აი ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. რატომ არის კონკრეტული ციფრი, რაცა მათემატიკა უნდა არსებობდეს ამის უკან. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ გლობალურ კონკურენციაში. ადამიანები მიგრაციებს განიცდიან სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით, სად უფრო ნაკლები გადასახადია, სად უფრო იაფი ღირს ცხოვრება. საქართველოში იმიტომ შემოდის IT სექტორი აქტიურად, რომ პირველ რიგში აქ ცხოვრება არის იაფი და ბიუროკრატია არის შედარებით ნაკლები. პირადად მე ვიცნობ რამოდენიმე ადამიანს, რომელიც მაგალითად იტალიიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან არის შემოსული IT მიმართულებით. ოღონდ ესენი არ არიან ტოპ მენეჯმენტი, ან რომელსაც მაღალი შემოსავლიანობა აქვს. ჩვენთან ვის ჩამოდის და რჩება, ისინი შედარებით დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ. ზუსტად ამიტომ არის ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მათთვის საინტერესო და აი შემოსავლის მიხედვით რეგულაცია, არ ვიცი ამას დრო გვიჩვენებს რამდენად სწორია. მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მათემატიკა უნდა იყოს ძალიან კარგად ახსნილი, რატომ მოხდა ეს თანხა და რა ლოგიკა დევს ამის უკან. სანდრო, დასაწყისში ვახსენეთ იგივე ზემოთხსენებული კადრების გადინება და ამ ნაწილში ალბათ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც გარკვეულწილად ცდილობენ, რომ აი ამ ტექნოლოგიური ჰაბის როლში თავიანთი ქვეყნები წინ წამოწიონ. ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯები იქმნება დაწყებული სომხეთიდან, სადაც საკმაოდ ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, მათ შორის აზერბაიჯანში იგივე ტექნოლოგიურ ნაწილში საკმაოდ წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ, ყაზახეთის ნაწილშიც. გარკვეულწილად შესაძლებელია თუ არა ამ ქვეყნებმა საქართველოს ჩამოართვან ის პლუსები, რომელიც დღეს გააჩნია ამ ნაწილში, რის გამოც ჩვენთან ჩამოდიან ეს ადამიანები და ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობენ, ჩვენს ქვეყანაში აგრძელებენ საქმიანობას. შესაძლებელია აი ამ ყველაფრის გამო ვნახოთ ამ კადრების გადინება სწორედაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებსა და სამეზობლოში. ძალსაღად ამის საფრთხე არსებობს. თან აქ უნდა გავითვალისწინოთ რა პირველ რიგში. სომხეთში რამდენად არსებობს ჩემთვის არ ვიცი ამაზე დასაფიქრებელია, რადგან სომხეთში ესე მიგრაცია მასიური არ გამიგია, რომ ხდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს კულტურულმა ნაწილმა. შედარებით ჩაკეტილი საზოგადოება და საკმაოდ ძლიერ დიასპორა ყავთ და ამიტომაც არიან ტექნოლოგიურად განვითარებული. აი ამათთან ერთად ეხლა რო ავიღოთ ყაზახეთი ასტანა ჰაბი, ახალი მოთამაშე გამოჩნდა უკვე ინფორმაციულ ტექნოლოგიების მიმართულებით, სტარტაპების მიმართულებით, ისინი ძალიან ცდილობენ გააკეთონ პოპულარიზაცია აი ამ ჰაბის. ჩათვალეთ, რომ ეს ირიბი კონკურენტი გამოდის ჩვენი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსი. რაც ჩემი აზრით ამ ეტაპზე ლიდერი არის ჩვენს რეგიონში, რადგან ძალიან საინტერესო მიმართულებები აქვს დანერგილი. მაგრამ კონკურენციაში ვართ და ვართ კონკურენციაში ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენზე დიდი ეკონომიკა აქვს. ამიტომ საფრთხე არსებობს და IT სექტორში დამატებითი რეგულაციის შემოღებას, რაც რაღაცა შეზღუდვას დააწესებს,
ძალიან დიდი გააზრება სჭირდება და მათ შორის ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად სჭირდება ამისი გააზრება. სანდრო, თქვენ საკმაოდ აქტიური შეხება გაქვთ სფეროს წარმომადგენლებთან და საინტერესო არის მათი დამოკიდებულება როგორია ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთია ჩვენ გარკვეულწილად გვერდიდან როგორ ხედავთ ამ ყველაფერს, რა პრობლემებზე ვშიშობთ, თუმცა მეორე საკითხია თავად სექტორში ჩართული ადამიანები, ეს ადამიანები, ვისაც პირადად შესაძლებელია შეეხოს ეს რეგულაციები, როგორ უყურებენ ამ ცვლილებებს და როგორი არის, ასე ვთქვათ, მათი შეფასებები ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ესე ჯერჯერობით აქტიურად ამაზე აზრი არ ჩამოყალიბებულა, თუმცა სხვა მიმართულებების გამო უკვე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტნენ სხვა ქვეყნებში მიგრაცია, სხვადასხვა გეოპოლიტიკური პრობლემები და ასე შემდეგ. მათ შორის განიხილება ესტონეთი ერთ-ერთ ალტერნატივად საქართველოსი. ესტონეთი ძალიან ძვირიანი ქვეყანაც არ არის და მათ შორის საგადასახადო კუთხითაც ძალიან განვითარებულია და ბევრი ბენეფიტი არსებობს. და ბევრი კარგი ღონისძიება ტარდება, სადაც IT მიმართულების ადამიანებს შეუძლიათ ასაქმნენ და საფრთხის შემცველია ცალსაღად. ამიტომ ფრთხილად უნდა მიუდგეთ ეგეთ საკითხს. ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამ ეტაპზე, რომ შევქმნათ გარკვეული ბენეფიტები IT მიმართულებისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა და გავაკეთოთ ამისი პოპულარიზაცია თან ცენტრალურ ევროპაში. ცენტრალური ევროპა დღეს ზედმეტად რეგულირებულია. ძალიან ბევრი გადასახადი აქვს და ბევრი IT მიმართულების ადამიანი მოდის აქ უბრალოდ რეგულაციებისგან თავის ასარიდებლად და ჩემი აზრით ეს შესაძლებლობაა და უნდა გამოვიყენოთ თან მით უმეტეს საკმაოდ კარგი ადამიანური კაპიტალის, ინტელექტის კაპიტალის ამოღება შეიძლება ჩვენთან ამ ქვეყანაში უკვე ამ ადამიანების სახით. სანდრო, გარკვეულწილად შეჯამება რომ გავაკეთოთ. პირველ რიგში, ახლა ჩვენ თუ საქსტატის მონაცემებს ჩავხედავთ, 6.5%-იანი ზრდა, რომელიც ბოლო ასე ვთქვათ განახლებით გვაქვს, ერთ-ერთი მოწინავე როლი უჭირავს სწორედაც ტექნოლოგიებსა და IT სფეროს ჩვენს ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, ზრდაში. აი ამ პოზიციებისა და აი ამ, ასე ვთქვათ, არსებული დედლაინის შენარჩუნების შემთხვევაში, რომელიც დღეს გვაქვს ამ კანონის შემთხვევაში, რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი უკვე გადავიდეს ინდივიდებიდან და გადაეცეს მთლიან ეკონომიკას და ის რისკები რომ არ განვითარდეს, რომელზეც თქვენ დეტალურად ისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს აი ამ რისკების მინიმიზაციისთვის. ეხლა რა არის, იცი, მე თვითონ შემოსავლის ნაწილი უფრო ნაკლებად მაშინებს აქ, ვიდრე თვითონ რეგულაციების ნაწილი. ვიღაცამ ხომ უნდა გადაამოწმოს ეს შემოსავალი. ხო, ითხოვენ გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ამ სფეროში მუშაობს. IT სფერო ცოტა სხვანაირია. ძალიან დიდი რაოდენობით ფრილანსერები არსებობენ, რომლებიც ჩვენთან იმიტომ მუშაობენ, რომ აქ არის იაფი ცხოვრება და მარტივი რეგულაციები. და აი, როდესაც შენ ხარ ფრილანსერი, გიწევს ათობით სხვადასხვა კომპანიასთან მუშაობა, შეიძლება გაგიჭირდეს ეს შემოსავლის დამტკიცება კონკრეტულად და მათ შორის იმ კომპანიებისგან გარკვეული წერილების მიღება რომ ნამდვილად აქ მუშაობ, იმიტომ რომ ხარ ფრილანსერი, რომელიც სხვა ჯგუფებთან ერთად მუშაობს და ჩემი აზრით, თუ გადინებას გამოიწვევს, პირველ რიგში შესაძლოა ამ ხალხის გადინება გამოიწვევს, იმიტომ რომ მათთვის უფრო რთული იქნება ამის დამტკიცება. ანუ სუფთა რეგულაცია, როგორც რეგულაცია, ეს უკვე პრობლემაა ჩემი აზრით ამ ნაწილში. მაშინ რაღაცა ისეთი მარტივი მეთოდი უნდა იყოს მოფიქრებული ამ ყველაფრის აღსრულების, რომ აი ძალიან სწრაფად და მარტივად ხდებოდეს. მე ამისი წარმოდგენა არ შემიძლია დღეს ეს როგორ შეიძლება, მაგრამ სანდრო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მე იმეც ვიტოვებ, რომ ამ კანონს გადახედავენ, ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმით არ იქნება მიღებული და პრობლემა არ შეექმნება ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შრომობს. მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, სანდრო ბოლქვაძე ვიჯერას დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით უცხოელი IT სპეციალისტებისათვის ბინადრობის ნებართვის გართულებასთან დაკავშირებით, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.